Სამშვიდობისა დიახ ეს არის რადიომედის დილის არხი, დილის სპორტული მიმოხილვა კახა გელაშვილთან და მოგესალმებით დღეს ჩვენ მსმენელს. ძალიან კარგ თემებზე უნდა ვისაუბროთ სპორტის მიმართულებით. გვაქვს შესანიშნავი შედეგები სპორტის რამდენიმე სახეობაში, მაგრამ რადგან ცხელი ამბავია, ასე ვთქვათ, უნდა დავიწყოთ ალბათ ფეხბურთით, სადაც საჩემპიონთა ლიგო მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა, ბოლო 2 ღამეა ჩვენ ამ შესანიშნავ თამაშებს ვადევნებთ თვალს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის PSG-ს საშინაო მატჩი, სადაც ყველაზე ასევე მნიშვნელოვანი ჩვენთვის გაიბწყინა ჩვენმა ფეხბურთელმა ხვიჩე კვარაცხელიამ, რომელმაც საუკეთესოს ტიტულის მოიპოვა, ნამდვილად. მივესალმები კიდევ ერთხელ მსმენელს, დიახ, ხვიჩე კვარაცხელიას თამაშს ველოდებით უკვე ჩემპიონთა ლიგაზე. ორმაგაცა სიხარულოა, ჩვენი ნაკრების ლიდერი თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ნომერ პირველ ფავორიტის შემადგენლობაში პარი სენ-ჟერმენი ამტკიცებს თამაშთან თამაშამდე, რომ ძალუც გუნდს მიუხედავად იმისა, რომ თავის ლიგაში არის დომინანტი და კონკურენტი არ ყავს, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დიდ კლუბებთან თამაში არ შეუძლია. გუნდი არის ისტორიულ მიჯნასთან ახლოს, მოიგოს 3 ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ჩემპიონატი უკვე მოიგო, დარჩა 2, საფრანგეთის თასი, რომელსაც დიდი ალბათობით ასევე უპრობლემოდ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგა. სადაც გუშინ ხვიჩე კვარაცხელიას დახმარებით ბირმინგემში ასტონ ვილას ლიგა ჩემპიონთა თასის 80-იან წლებში ასტონ ვილას მოგებული აქვს ეს ტურნირი. მაშინ სხვა დრო იყო, სხვა ეპოქა იყო და სხვა სახელწოდება ერქვა ტურნირის ჩემპიონთა ლიგა მოგვიანებით და ერქვა მოგესალმება და აი ამ ასტონ ვილასთან რომელთანაც პირველი 30-35 წუთი გაუჭირდა მოულოდნელად პარი სენ-ჟერმენს გოლიც გაუშვა, თუმცა შემდეგ თავის თამაში იპოვა როგორც კი, არა და უტევდა PSG, გამწყობა იყო რომ აგერ-აგერ გოლს გაიტანენ და ამ დროს ერთი წარმატებული კონტრშეტევით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანეს და თვალში მოხვდა ბრიტანელი პრინცის რეაქცია, რომელიც პარიზში იყო თამაშის საყურებლად და სანახავად ჩასული. ხვიჩას გუნდის გამარჯვება, ანუ არ არის ისეთი ცალსახა, რომ გარანტირებული იყოს მომდევნო ეტაპზე გასვლა, თუმცა რა თქმა უნდა უპირატესობა მოპოვებული აქვს. კახათვლის რომ მორჩენილია დასრულებულია PSG გადის, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თან ბირმინგემში ინგლისში ეგ თამაში, სადაც სხვა მეგონი პრობლემა არ აქვს. არა, მე მგონია რომ მოხერხდება, მაგრამ აი არ იქნება ნაკლები მატჩი ვიდრე ლივერპულთან იყო და ხელიდან ასე წატაცება ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გასტაცეს ფაქტობრივად მაშინ ლივერპულს იმისმაც კი არ შეიძლება გადაწიწოთ, თქო ბარსელონა უკვე ნახევარფინალში. მიუხედავად იმისა, რომ 4-0 გაანადგურა დორტმუნდის ბორუსია, და ლევანდოვსკიმ თავის ყოველ გუნდსაც გაუტარა. კი, გერმანიაშია თამაში. ლევანდოვსკის დუბლი, რაფინიას და იამალის თითო გოლი და ბარსელონა 4-0 ხვდება საფასურო შეხვედრას, უახლოეს სამშაბათს გაიმართება ბირმინგემში და დორტმუნდში საფასურო მატჩები. ჩემპიონთა ლიგაზე გავაგზავნებთ საუბარს. ალბათ მანამდე რეალის სასტიკ მატჩს უნდა გამოვეხმაუროთ. რეალის გულშემატკივრების ბევრი მეგობარი იყო ჩვენ ვისაუბრეთ ერთხელ და ერთი-ორთან მქონდა საუბარი მაშინვე გუშინვე რა მოხდა რა მე ვერ უყურე მეთქი და ხო არის ტანგარიში მეზემში და კაიო იმდენი ლიგა გვაქვს მოგებული რომ ერთი სეზონი დასრულდა სტანდარტული პასუხია გადაეტენ თუმცა რეალი მაინც რეალია და ბერნაბეუზე მე ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი თამაში გველის ჩამოწერა რეალის არა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ გონია რომ გაუჭირდება სამბურთიანი სამოქაჩო ისეთ ფორმაშია არსენალი და ესეც საინტერესო მომენტია არსენალთან ასე უჭირს ხოლმე რეალს რა, როგორი ტიპის რეალიც არ უნდა იყოს და რა ისი არ ვიცი, ისტორიაში შევიდა ადამიანი, რომელმაც 2 ჯარიმა, 2ჯერ დაარტყა, 2-ვე გოლა დააქცია და ჩემპიონთა ლიგაზე და რეალთან. დუბლი ჯარიმებით და საინტერესო არის მე კომენტარი მოვისმინე რომ პირველ ჯარიმაზეო ჩაწოდება მინდოდაო მაგრამ რო შევამჩნიო რომ მეკარე იქ იყო და სივრცე დავინახეო გადავწყვიტე და დავარტყეო დაარტყე გოლი გაიტანა და მეორე ჯარიმაზე უკვე ის მქონდაო თვითრწმენა მეტი და გაბედულად დავარტყე ჯარიმაო აი რამდენს ნიშნავს როცა ფსიქოლოგიურად საკუთარ თავს და ძალას ირწმუნებ მე გუშინდელ მატჩს რო უყურებდი ჩვენი
3 კვირის წინანდელი დიალოგი თუ 5 კვირის წინანდელი არ მასოს გავიხსენე, როდესაც შენ ამბობდი, რომ კი გვაქვს ეს განწყობა, რომ ხვიჩა ადაპტირდა ძალიან მარტივად, მაგრამ კიდევ დრო სჭირდება და მე მგონი აი ეს დროც გაიარა, იმდენად თავდაჯერებული იყო გუშინ და გუშინდელი მატჩის მერე ძალიან ბევრმა ცნობილმა სპეციალისტმა მემოხილმა გააკეთა კომენტარი პარის სენ-ჟერმენი განსაკუთრებით დიდი ყურადღების ცენტრშია ლიგაზე მოთამაშე სხვა გუნდებთან შედარებით, როგორც ვაკვირდები. და ფაბიო კაპელომ თქვა ესეთი რაღაც ლეგენდარულმა იტალიელმა მსმენელმა, რომ ხვიჩა მოიპოვა თავის თამაშია, თქვათ. ანუ აბსოლუტური თავისუფლება აქვს მიცემული. ხედავთ მარცხენა ფლანგზე კი, ცენტრში. და ერთის მხრივ თითქოს თავის თამაშს თამაშობს პერსონალურად, მეორეთა მხრივ არის ჯგუფის და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი. და ამას მოწმობს ლუის ენრიკეს განცხადებაც რა, რომ აი საოცარი შეფასება იყო, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც ჩვენ გვაქვსო და ჩვენ ანუ არ დავემთხვევით ესე და PSG-ს ჩემპიონობაზე არ ვისაუბრია ეთერში და რადგან ხვიჩაზე საუბრობთ, აი ეს როგორი ისტორიაში ჩაწერილი ადამიანია უკვე მინიმუმ საფეხბურთო ისტორიაში, რომ საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში, რომ გადავიდა ევროპის უდიდეს ერთ-ერთ ჩემპიონატში სერიაში იმ წელს MVP გახდა და იმ წელს მისმა გუნდმა თასი აღმართა და ჩემპიონი გახდა, გადავიდა PSG-ში და მისი გუნდი ასევე ჩემპიონი ხდება. მე მგონი და იქაც და აქაც პირველივე წელიწადს ახერხებს არა უბრალოდ გუნდის შემადგენლობაში იყოს, არა უბრალოდ საზდარიგო და შედიოდეს, არამედ გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყოს და გადამწყვეტი სიტყვებით ხვეს. და აქვე დავამატოთ ის რომ გუშინდელ მატჩში ასტონ ვილასთან საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ მეც მაგით დავიწყე და მოკლედ ესეც ხო შემთხვევითი არ იყო, ანუ სტატისტიკაში აისახა მის წინააღმდეგ სამჯერ დააჯარიდნენ, კარგი 100-ზე მეტი შეხება იყო 80-დან 76 ზუსტი პასი იყო თუ 100-მდე მე როგორც ვიცი და პლუს კიდე 4 დარტყმა კარში. აქედან 1 გოლი. კი. ანუ გაბედულებაც აქვს. რა ძალიან ესეთი ლამაზი მომენტები რა საკლია დღევანდელ ფეხბურთს. კი. ეფექტური აი ეს დაუგეგმავი აქტივობები, მოძრაობა და საგულისხმო მომენტი. ვინ არ იყო გუშინ ტრიოდან? ბარკოლა იჯდა სკამზე. რომელიც მერე შევიდა. ესეც მომენტი. აი არ ვიცი, შეიძლება რაღაც შეუძლოთ იყო ან შეიძლება ტაქტიკურად ასე გადაწყვიტა, მაგრამ ნუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ხვიჩა იყო და დემბელი საერთოდ დაჩრდილული რო იყო და ხვიჩამ ხო გოლი გაიტანა და ბოლო გოლშიც ხვიჩა მიიღო მონაწილეობა, ხვიჩა მისცა დემბელის და დემბელი მისცა მერე საგოლე პასი მიითვალა და გოლი ვერ გაიტანა. ნელა ყალიბდება უკვე გუნდის ლიდერად და ხავარაუდოთ ამ ვარსკვლავებში თან ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი მე მგონი პრობლემოთ არა, მაგრამ გაივლის ასტონ ვილას ბარიერს, შემდეგ უკვე ანუ მე მგონი ჩვენი აზრები ეთახმება ერთმანეთს, რომ ფინალი იქნება PSG ბარსელონა. ყველაზე პროგნოზირებადი გამომდინარე არსებული ვითარებიდან მე ამგონი ახლა თქვათ ინტერმა იოლად გაიაროს მიუნხენის ბაიერნის ბარიერი, მიუხედავად იმისა, რომ 2-1 მოიგო გასვლაზე, ბრძოლა იქნება მე მგონი. ბარსელონა ხვდება, ბარსელონა გაივლის დორტმუნდს რა თქმა უნდა, 4 დორტმუნდ შანსი არა აქვს ფაქტობრივად. ბატონო? დორტმუნდ შანსი არა აქვს. ხო, დღევანდელ ბირმინგჰემული კლუბისგან განსხვავებით. კი. და სავარაუდო ფინალი მართალი ხარ ბარსელონა პარი სენ-ჟერმენი, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არა, რა თქმა უნდა. სამშაბათს. ეს ახლა ვარაუდის დონეზეა. ბირმინგჰემში საპასუხო შეხვედრა და დორტმუნდში და მომდევნო დღეს ანუ 4 შაბათს უკვე რეალი ეცდება რომ აღიდგინოს რეპუტაცია არსენალს და მიუნხენის ბაიერნის სტუმრად მილანში. ჩემპიონთა ლიგაზე შეგვიძლია კიდე დაუსრულებლად ვისაუბროთ, თუმცა ერთი ინფორმაცია, რომელიც ალბათ ყველა გულშემატკივარმა იცის და ვინც არის ის ჩვენგან გაიგოს სასიხარულო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრები გულშემატკივრის თანდასწრებით ჩაატარებს. გუშინ მიიღო UEFA-მ საბოლოო გადაწყვეტილება სომხეთთან მატჩის შემდეგ. კი ბატონო. მომხდარი იმ ლაზერული სანათელი, პიროტექნიკის გამოყენება, გასასვლელების ბლოკირება,
და ყველაზე კატასტროფა მოედანზე გასვლა. მოედანზე გასვლას მე მგონია რომ რეაქცია არც მოყვებოდა გამარჯვების აღნიშნის ამბავში, რომ არა ის უაზრო ქმედება რომ მივარდნენ მეტოქე გუნდის კომაგების ტრიბუნაზე და ბოტრების ხოლმე და ოფიციალურ UEFA-ს ოფიციალურ წესდებაში არის ეს მოხლი დასჯადი, რომ როდესაც გულშემატკივარი შედის მოედანზე პუნქტებად არის ჩამოწერილი, რა შეიძლება მოუყვეს პოტენციურად როგორ განვითარდეს უარყოფითისკენ მოვლენები, ანუ გულშემატკივარს იქ ძალიან რამდენიმე მაგი დაცვა, ხო, იქ გვინახავს ყველა თამაშზე, ესეც აბასოებულ თამაშზე, როდესაც თქვა სპეციალური სამართალდამცავი ნაწილები ზურგით ორი შრე იყო, სტიუარტები ხო იდგნენ და მე დამატებით შემოვიდნენ კიდევ, მაგრამ მე რაღაც განწყობა მაქვს, რომ ასეთ რამეს არ ელოდნენ, თუმცა როცა საერთაშორისო დონის მატჩი, ეს ჩემი სუბიექტური შეფასება. როცა საერთაშორისო დონის მატჩია, იქ ელოდები არ ელოდებიზე ხო არ არის, იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ ეს რაც შეეხება საწყისშივე რომ შეკავება რომ მომხდარიყო, ალბათ არ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება სანქციას 40,000 ევროთი დაისაჯა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და მაყურებლების გარეშე მაინც მოგვიწევს. ხო, ნუ ერთ საშინაო თამაშს მაინც გავმართოთ. კი, ოღონდ ეს იქნება ერთა ლიგის 2020 ერთა ლიგაზე, ხო. მსოფლიო ჩემპიონატის შესაძლებელი, რადგანაც FIFA კურირებს UEFA-ს ზონა, რა თქმა უნდა, UEFA-ს პატრონაჟით მიმდინარეობს ეს შესარჩევი ეტაპი, თუმცა ანუ სადაც UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი არის, იქ გვექნება პირველი მატჩი ჩვენი ცარიელი ტრიბუნების ფონზე და ძალიან უკვე პირველი შემთხვევა ეს არ არის და მე არ მგონია რომ გაკვეთილად იქცეს, მაგრამ კიდევ უფრო დასაფიქრებლად ალბათ ღირს. პლუს 2 წლიანი გამოსაცდელი დაკვირვების რეჟიმში ვიქნებით. ხო, და თუ თქვა რაღაც პრობლემა. იმიტომ რომ 40,000 евро გასაგებია შედარებით. მაგრამ კიდე მე მგონია რომ კიდე ადვილად გამოვედით. ისე სიმართლე გითხრა არ მე რატომღაც მიყავი დარწმუნებული რომ FIFA-ს ეგიდით დაგეგმილ ტურნირზე UEFA-ს ტურნირიდან გამომდინარე, თქვათ ეს იგივეა რომ თქვათ ფეხბურთელმა ან გუნდმა მიიღოს გარკვეული სახის სანქცია დაეკისროს თქვათ ეროვნულ ჩემპიონატში და იყოს მოლოდინი რომ თქვათ ჩემპიონთა ლიგაზეც ამ გუნდს რაღაც ან ფეხბურთელს წითელი ბარათი მიიღო. კი ბატონო, გავი, იქით გადავიდეს, მაგრამ აქ ხო არ არის. ხო, გააჩნია რა მას. ხო, აი ეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია თურქეთის ნაკრებთან. სასიამოვნო იმ კუთხით, რომ თურქეთის ნაკრებთან არ ვიხსნებით მაყურებლის გარეშე, თორე მაინც უსიამოვნო, იმიტომ რომ მე სანქცია რა. ნებისმიერ თამაშს, რომელსაც პირველი სანქციაც არ არის ეს. ხო, სამწუხაროდ. მაგრამ მე მახსენდება იგივე კოვიდის პერიოდში მიუხედავად იმ დოზის შეზღუდვებისა, კოვიდის დროს, შენს იმ დროს კოვიდი კონდა სწორედ მატჩის დროს, როდესაც მაკედონიასთან გადამწყვეტი მატჩი იყო და არ ჩემთვის ამოხსნელი მიზეზებით მაშინ ვერ მოახერხეთ ჩვენ გასვლა და ამ უპირატესობის გამოყენება კომაგები ისეთ დღეში იყვნენ და მათი ხმა იქ ჩვენ ხო პრეს ლოჟაში ვისხედით და ცარიელი ტრიბუნები იყო, მაგრამ წერეთლის გამზირზე მაინც რა უნდა ყოფილიყო ახლა იმდენი, მაგრამ ვიღაცები გამოვიდნენ რაღაც ჯარიმის და რისკის ხარჯზე და ხმას მაინც აწვდენდნენ და ეს მექანიზმი არსებობს, მაგრამ რატო უნდა იწვალო, როცა არ არის ეს საჭირო. სანამ სპორტის სხვა სახეობაზე და მნიშვნელოვან შედეგებზე გადავალთ, რასაც ჭიდაობა ქვია და არა მხოლოდ, მე მინდა ფეხბურთის თემა ამოვწუროთ, უბრალოდ სვენელს შევახსენო, რომ დღეს არის ასევე კიდევ საფეხბურთო მატჩები, ევროპა ლიგის შეხვედრები გაიმართება და ევროპა ლიგის ამ 4 მატჩიდან ჩვენთვის ალბათ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი და არა მარტო ჩვენთვის, ლიგის ევროპა ლიგის ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე საინტერესო. ხო, ნუ ამ კლუბების დასახელებებიდან გამომდინარე ლიონი, მანჩესტერი, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვაინტერესებს ლიონში კლუბ გაიწყინოს ჩვენმა ბომბარდირმა და ჟორჟის კიდევ აქტიური ქმედება ვნახოთ, მინიმუმ გოლი, მაქსიმუმ გოლები და პლუს აგოლე პასი. იმიტომ რომ ლიონი მანჩესტერი იუნაიტედი საოცარი შედეგი ახსენდა და აქაც საინტერესოა ჩემპიონთა ლიგაზე პარიზული კლუბი, ანუ ფრანგული კლუბი ღებულობდა სახში ბრიტანულს და ამ შემთხვევაშიც UEFA-ს ლიგაზეც ასე იქნება ფრანგული კლუბი ამ შემთხვევაში ლიონი უმასპინძლებს მანჩესტერულს და ძალიან დიდი სხვაობაა კლუბების დასახელებებს შორის, PSG-ს მეტოქესა და ლიონის მეტოქეს შორის, მაგრამ ერთია რეზონანსი და წარსული და დღეს მე მგონი უფრო აჩრდილია მანჩესტერი იმისა, რაც იყო. ის აღარ არის, რა თქმა უნდა, თუმცა მანჩესტერი მაინც მანჩესტერია, ყავს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები, კარგი შემადგენლობა და
იმედია კი ბატონო. კახა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მნიშვნელოვანი შედეგებიდან ბოლო 2 დღეა და არა მხოლოდ ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს ჩვენ მოჭიდავეებს, ქართულ მოჭიდავეებს, ამასობაში კიდევ ერთი ვიცე-ჩემპიონი ყავს, თუმცა არ არის მხოლოდ ეს ის მოანაგარი, რაც ჩვენ მოჭიდავეებმა მოაგროვეს, ხელიდან გაშვებული ერთი კარგი შედეგიც გვაქვს, მაგრამ ნუ აი ამ ყველაფერზე იქნებ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია და გუშინ დასრულდა ბრატისლავაში მოჭიდავეთა, უბრალოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება ჭიდაობის სახეობებში, დღეს და ხოლ ქალთა ტურნირია, შემდეგ უკვე თავისუფალი მოგესწროთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირი გაიმართება. 5 მედლით დაასრულეს ქართველმა თავისუფლებმა ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა, 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი 8 აპრილს გუშინ წინ გახდა ჩვენი სახელოვანი და ჩვენი ნაკრების უდაო ლიდერი გივი მაჭარაშვილი 97 კილოგრამ-წონით კატეგორიაში, გივი მესამედ მოიგო ZZ კონტინენტის პირველობა, გვახსოვს ოლიმპიადაზეც ბრწყინვალედ იჭიდავა ფინალში. მარცხი და სამგზის ჩემპიონია ევროპის ჩემპიონატის სამგზის ტრიუმფატორი და 27 წლის არის და ჯერ კიდე წინა აქვს რო იტყვიან ოლიმპიადას წინა, საოლიმპიადო ციკლი, მსოფლიო ჩემპიონატი, ასე შემდეგ, მოკლედ რაც ყველაზე მთავარია, წონის აშკარა ფავორიტია, არა მარტო ევროპის, ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით. გუშინ ფინალური შეხვედრა წააგო სოლომონ მანაშვილმა, ქართველების ფინალი ვიხილეთ, გიორგი მეშვილდიშვილი. ერთი იყო სხვა ქვეყნის აზერბაიჯანის სახელით ყავდა, მეორე საქართველოს. მანაშვილმა გამოსtildeლ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და იყო ბოლო წამებამდე იმის მოლოდინი, რომ მეორე ოქროს მედალს მოიპოვებდა საქართველოს ნაკრები, თუმცა იყო გარკვეული საკამათო ეპიზოდი აზერბაიჯანის მხარემ ეგრეთწოდებული ჩელენჯი დაუპაყოფილდა და ორქულიანი 4 ხულად ჩაეწერა და საბოლოოდ ეს გდება კი აზერბაიჯანის ნაკრების ლიდერი მეშვილდიშვილი გახდა ევროპის ჩემპიონი. ერთი შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ქართველმა მოიგო. ნუ დიდი ვერაფერი ჩაიწერა ისტორიაში, რომ აზერბაიჯანელმა მოიპოვა ევროპის ჩემპიონი. აზერბაიჯანმა, ხო, აზერბაიჯანის ნაკრების წევრმა. არა უშავს, ჩვენი მეზობლებისთვისაც კიდე ერთი. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, ვლადიმერ გამყრილიძე, აკაკი ხემეძელიძე და მირიან მაისურაძე, ბრინჯაოს მედლის მფლობელები, მაჭარაშვილზე მინდა კიდევ თქვა 2-20 სიტყვით, რუსეთის ნაკრების წევრი, ერთ-ერთი ლიდერი, დაღესტნელი, მაგომედ ყურბანოვი დაამარცხა, აგებდა 0-2-ს და სადღაც არასულ 2 წუთში მიწურულს შეხვედრისა 3 ქულა მოიპოვა და მერე ცოტა არასასიამოვნო ფაქტიც იყო ყურბანოვმა ხელიკრა მაჭარაშვილს მიწურულს განწარებულმა გაბრაზებულმა მაჭარაშვილს არ ჩამორჩა არაფერში და პასუხი დაუბრუნა ასე ვთქვათ, თუმცა ასე რომ 2023 წელს ზაგრებში ევროპის ჩემპიონი, 24 წელს ბუქარესტში და ახლა დღეს უკვე ბრატისლავაში გივი მაჭარაშვილის ჰეტრიკი. ასე რომ საუკეთესო ფორმაშია და ბრწყინვალედ ასპარეზობს და აქვე მინდა ჭიდაობის თემა განვაგრძოთ ოღონდ ძალიან უარყოფითი ინფორმაციით. დოპინგ სკანდალზე სამწუხარო ფაქტი, დოპინგ სკანდალი ქართულ სპორტში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იაკობ კაჯაია, ძიმე წონოსანი 2 წლით დასაჯეს დისკვალიფიკაციით. ნუ ამაზე ალბათ გაკეთება ქართული თავის არიდებას ედავებია კაჯაიას და ასე რომ ეს ათლა უკვე დაწყებულია როგორც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია იუწყება 4 აპრილს დაიწყო და 2027 წლის 3 აპრილს დასრულდება, ასე რომ იაკობ კაჯაიას ვერ ნახავთ ვერც ეს სოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაციის ინფორმაცია, მათი გადაწყვეტილებაა. ჯერ ჩვენების მხრიდანაც არ არის ეს თქო ოფიციალური განმარტება და აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ მსგავსი დისკვალიფიკაცია თურქ მძიმე წონოსანსაც ეხება. იქ 4 წელზეა საუბარი, მეორე თურქს მე მგონი 2 წელიწადი ექნება დისკვალიფიკაცია და არის ასევე სერბი ათლეტი, რომელსაც საერთოდ სერბეთის ნაკრების წევრი ოსი ხეთიკ საბოლოვი 6 წლით საერთოდ დაამთავრა კარიერა ალბათ დიდი ალბათობით.
არადა ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის განაცხადშიც იყო შეყვანილი, თუმცა ახლა უკვე გამოდა, მოკლედ არის ინფორმაცია, რომ ამ დროს იქ საუბარია, რომ სულხან ბუიძე იჭიდავებს ახლა ბრატისლავის ევროპის ჩემპიონატზე. ასე რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია ქაჯაია, თავი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოდინდელი წევრი, ლიდერი და დიდი გამოცდილებით. მაგალითის მიმცემი ახალგაზრდა ფალავნებისთვის. თუმცა ეს ალბათ თან აქ საუბარია, რომ თავს არიდებდა, როცა ჩვენ ვერ პოულობდითო, თორე ის კი არ არის, რომ დადასტურებულად ვიცით, რომ ნუ მოკლედ როგორც არის. კაი, კიდევ ერთი თემა, მე მგონი უნდა დავასრულოთ, მაგრამ შენ როგორც ნარდის ტურნირის მონაწილე და ნარდი ჩვენთვის უცხო თემა არ არის, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა ის გუნდი, რომელმაც მედალი მოიპოვა ბრინჯაოსი და დიდი წარმატება, ძალიან დიდი წარმატება მსოფლიოში. სერიოზულად და უბრალოდ ჩვენ ვერ მოვიცალეს, თორე ჩვენ შეგვეძლო ალბათ ამ ტურნირზე შედეგის, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ და წარმატება უნდა უსურვოთ, იმიტომ რომ ჩვენების ეს შედეგიც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არ არის ეს სპორტის ისეთი კლასიკური სახეობა, როგორზეც დღეს ჩვენ საუბრობდით, ჭიდაობა, კალათბურთი თქვი ან ფეხბურთი ან ასე შემდეგ, მაგრამ არის სპორტის ეს სახეობა და რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს. საერთაშორის ქართული ნარდისგან განსხვავებული წესებით მიმდინარეობს ეს. ეგრეთ წოდებული ქართული ნარდისგან. ხო, ქართული ნარდი უფრო ასე ვთქვათ ჯენტლმენი კაში რომ მოკლავ, გადათამაშების უფლება არ აქვს და ამ ნარდში, რომელსაც ოფიციალურად backgammon ეწოდება, იქ ყველაფრის უფლება გაქვს, მოკლავ, აითამაშებ, თქვათ, გადაანას შემდეგ და არის კიდე რაღაც ნიუანსები წესებში. აქ ნარდში ოფიციალურად ეს სპორტული ნარდია და ოფიციალურად მიმდინარეობს საჭადრაკოს ჭადრაკის მატჩებიც გვინახავს ხო საათები როა. აქაც დროზეა. ჭადრაკის არ იყოს, იქ ჭადრაკში სხვა პრინციპია. დგას და აი ხო არის გამოთქმა ესეთი რომ ამდენ ხანს ვფიქრობ ჭადრაკია, იქ მე მინახავს პროფესიონალთა ტურნირზე, აი ჩვენთანაც გაიმართა რამდენიმე წელი. საკმაოდ დიდი საპრიზო ფონდი რაღაც, მეგონი 9 მილიონი ლარი იყო თუ რაღაც და დასწრებული და ეს არის და აი 3-4 წუთი უფიქრია იქ მონაწილეს ვიღაც მსოფლიო ნარდის ასოციაციის წევრს ვიღაცას და ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში 3-4 წუთს არავინ არ იფიქრებს ნარდის თამაშის დროს. ჭადრაკში აღარ ფიქრობ. სისხარტე გვაქვს. და რაც შეეხება ის შერო თქვი საერთაშორისო ტურნირში მივიღე ჟურნალისტთა შორის ტურნირში მონაწილეობა. ეს იყო ბევრი წლის და იმედია გამეორდება. პროფესიონალები და ერთმა სურათი ტელეფონით გადავუღო იმასთან გამესო და ეს ვკითხე რა გააკეთა მე და ეს ეხავს ჩვენოს იმაში ნომერში ავალთ და გავარჩევთ ამას ასე ჯობდაო თუ ისე ჯობდაო. საჭადრაკოსლების არის ხო, მოკლე ნარჩი შეავლენ ეს იყო ბევრი წლის წინ წყალტუბოში მე ვერ წამოვიდი ხო და წყალტუბოში წყალტუბო პლაზაში ნარდის კლუბი იყო მგონი ახლაც არსებობს არ ვიცი ძალიან კარგი ტურნირი საერთაშორისო ტურნირი საიდან აღარ იყვნენ ძალიან ბევრი ახალი ზელანდიელი ადამიანები პირველად ნახევით კი რა ახალი ზელანდიიდან იყო ამერიკის შეერთებული შტატები და თქვა ევროპის სხვა ქვეყნებზე არ არის ნუ ცალსახად დამართლება და დასახელება საერთაშორისო ფორმატს. ნამდვილად. ახლა გვანიშნებს ანდრო რომ უნდა დავასრულოთ ჩვენი დიალოგი. მადლობა საუბრისთვის, მადლობა ხვიჩას, მადლობა ჩვენ მოჭიდავეებს ყველას და წინასწარ მადლობა ჩვენ ჩოგბურთელ გოგონებსაც რომელზეც ვისაუბრეთ. აუცილებლად ეს შემდეგ გამოშვებებში ხვალაც ვარ ჩვენ ეთერში და აუცილებლად გამოვეხმაურებით ამ თემას, რაც დღეს ვერ მოვასწარით და ასე ვთქვათ, მინდა რომ წინასწარ მადლობა დაუტოვო ჟორჟსაც, რომ მადლობის მიზეზი ხვალაც გქონდეს სასაუბრო. დაგვაბრუნა ევროპულ ფეხბურთთან უფრო ქართული წარმატებები ვუსურვოთ მას დღეს და ჩვენს ყველა სპორტსმენს მადლობა დილის სპორტული მიმოხილვა დავასრულეთ. ის რაზეც ვერ მოვასწარეთ საუბარი დღეს, ხვალ დილის 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გამოვეხმაურებით დროებით.